საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი დღეს ქრისტეშობის შესახვედრად ემზადება. დაახლოებით 1 საათში სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყება. ყოველწლიური ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა, ხვალ დედაქალაქსა და რეგიონებში საშობაო ალილო გაიმართება. თეატრალიზებული ელემენტებით მსვლელობა სამების ტაძართან სამადლობერი პარაკლისით უნდა დასრულდეს. ალილოზე შეგროვდება საშობაო ნობათიც, რომელიც შემდგომ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში განაწილდება. კესო ქაფიანიძეს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან. კესო. მართლმადიდებლური ეკლესია რამდენიმე საათში იზეიმებს და აღნიშნავს ქრისტესშობის დღესასწაულს. ქართველი მართლმადიდებლებისთვის ეს საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია და სწორედ ამიტომ ისინი უკვე გროვდებიან და ნელ-ნელა მოდიან სამების საკათედრო ტაძარში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ილია მეორეც მობრძანდება და ის სინოდის წევრებთან ერთად და მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს საშობაო ლიტურგიას და ასევე მოქალაქეების დიდი ინტერესი და მოლოდინი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეს მიმართ, რაზე გააკეთებს აქცენტს პატრიარქი და რა იქნება მისი მიმართვა მოქალაქეებისადმი. დღევანდელ ღამის თევის საზეიმო მსახურებას დაეწრებიან მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მთა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე პირველად დაესწრება შობის დღესასწაულს, ასევე პრეზიდენტის რანგში პირველი შობის დღესასწაული იქნება მიხეილ ყაველაშვილისთვისაც და მოქალაქეებთან ერთად შეხვდება შობის დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც, ასევე დაესწრებიან სხვადასხვა მინისტრები და დეპუტატები დღევანდელ ღამის თევას. მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დღეს მეტრო იმუშავებს 3 საათამდე, ხოლო უფასო იქნება მოქალაქეებთათვის გადაადგილება საღამოს 11 საათიდან ღამის 3 საათამდე. ბედნიერი შობა გაუთენდეს სრულიად საქართველოს და როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, რაც კეთილია და მშვენიერია, ყველაფერი არის თანაზიარი მშვიდობასთან და მშვიდობა არის ერთადერთი, რასაც შეუძლია ძალიან ბევრი რამე შეცვალოს, როგორც ადამიანის, ასევე ერის ცხოვრებაში და მე ვუსურვებ, რომ ესეთ ღარიბულ ბაგაში შობილი იესო ყველა ადამიანის გულში დამკვიდროს და მოუტანოს მშვიდობა, ჯანმრთელობა და სიკეთე. სიძულვილი სიყვარულზე გამარჯვების დღე არის შობა და ყველა ჩვენთაგანში უნდა იშვას უფალი ხელახლა ყოველ შობას. მე ვგრძნობ, რომ ხელახლა ვიბადები რაღაც მომენტში. გილოცავთ შობის უდიდეს დღესასწაულს. ამ დღეს ბეთლემის ბაგაში იშვა მაცხოვარი, რომელსაც კაცობრიობა 1000 წლეულების განმავლობაში ელოდებოდა, რომელიც გამოიხსნიდა ადამიანებს და შესაძლებლობა მიეცემოდა ადამიანს, რომ სამოთხის მკვიდრი გამხდარიყო მომავალში. განსაკუთრებული დღესასწაულია, ყველა ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვა. მის უწმინდესობას ველოდებით სამების საკათედრო ტაძარში, იქნება საშობაო ეპისტოლე. 2000 წლიდან არსებული ტრადიცია შობის დღესასწაულზე არც წელს დაირღვევა, ხვალ ალილოს მსვლელობა გაიმართება საქართველოს მასშტაბით. თბილისის ქუჩებში დილის დღის პირველ საათზე დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან ალილოს მსვლელობა და თბილისის ქუჩებში მოივლიან მომლოცველები სხვადასხვა თეატრალიზებული კოსტიუმირებული წარმოდგენით. მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული საჩუქრები და სურსათსანოვაგე ბოლოს თავს მოიყრის სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და ის გადანაწილდება ისე დაწესებულებებში იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გულისხმობ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და პენიტენციურ დაწესებულებებს. მე შეგახსენებთ, რომ 11 საათზე დაიწყება საშობაო ლიტურგია. მათ, ვისაც არ შეუძლიათ სამების საკათედრო ტაძარში მოსვლა და აქ დასწრება საშობაო ლიტურგიაზე, პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლებათ პირდაპირ ეთერის საშუალებით და უყურონ საღამოს 11 საათიდან. მადლობა, კესო. ეს იყო კესო ქაფიანიძე და პირდაპირ ჩართვა სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც დაახლოებით 1 საათში ქრისტეშობისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება დაიწყება.